ბრიუსელში მორიგი მწვავე და კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტში საუბარია პერსონალურ სანქციებზე იმ პირების მიმართ, ვინც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს ძირს უთხრის. პარტიების აკრძალვას კი პარტნიორები დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. საქართველოს შეკრების ერთ-ერთი მთავარი თემა ალდეს კონგრესზე. ბრიუსელში ფორმულა ჟურნალისტი ლუკა ხაჩიძე მუშაობს. ლუკა, გისმენთ. ალდეს კონგრესმა ეს წუთია მიიღო რეზოლუცია. ტექსტში ვკითხულობთ ისეთ მოწოდებებს, როგორებიცაა ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. დოკუმენტი ოცნებას, როგორც იცით, უწოდებს რეჟიმს და როგორც აქ ბრიუსელში ევროპელი პოლიტიკოსები გვეუბნებიან, ივანიშვილის მთავრობა მხოლოდ გაიმყარებს ამ ერთგვარ სტატუსს, თუ სისრულეში მოიყვანს ოპოზიციის აკრძალვის გეგმას. ეს საკითხიც მოხდა ამ რეზოლუციაში. ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ კრიტიკოსთა ციხეში ჩასმა ოპოზიციის ეგრეთ წოდებული კანონის ძალით გაქრობა სრულად შეუთავსებელი იქნება ევროკავშირში ინტეგრაციასთან. ალდეს წევრი პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოში ახლა საგანგაშო მდგომარეობაა, სიტუაცია აშკარაა, რომ კიდევ უფრო მეტად დამძიმდება მათი შეფასებით მდგომარეობა, ამიტომ ისინი დასავლეთს, მათ შორის განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთს მოუწოდებენ მიზანში ამოიღონ პერსონალურად ოლიგარქის ფინანსები და ზეწოლა გაზარდონ რეჟიმის ყველა რგოლის წარმომადგენლებზე. როგორც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი მე ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რასაც ქართული ოცნება აკეთებს. ჩვენ უკიდურესად განვიცადეთ, როცა მათ პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაპატიმრება დაიწყეს, მაგრამ ახლა ისინი ქუჩიდანაც იტაცებენ ადამიანებს. პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არასდროსაა გამოსავალი და თუ ეს მართლა მოხდება, დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ბრიტანეთსა და მთელ ევროპაში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მკაცრ გადაწყვეტილებას მიიღებენ ქართული ოცნების მიმართ. ეს შეუმჩნეველი არ დარჩება. საჭიროა სანქციების გამკაცრებაც, ასევე საკითხის გატანა გაეროში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. თუ ეს მართლა მოხდება, ეს იქნება სრული სირცხვილი. დემოკრატია კვდება მაშინ, როდესაც აღარ არსებობს დისკუსია. პოლიტიკური პარტიები აუცილებელია მაშინაც კი, თუ არ გესმით ან არ გიყვართ, რასაც ამბობენ. მინდა მიმართო ყველა იმ პოლიტიკოს საქართველოში, ვინც ქართულ ოცნებას ეწინააღმდეგება. გააგრძელეთ ის, რასაც აკეთებთ. ჩვენ გხედავთ და გისმენთ და ჩვენ მხარს გიჭერთ. საქართველო ეკუთვნის ევროკავშირს და მე ვუჭერ მხარს იმ მომიტინგეებს, რომლებიც ამას ასე ხშირად და ასე მამაცურად მოითხოვენ. მაგრამ ცვლილებები უნდა მოხდეს საქართველოში, რათა ქვეყანამ გააგრძელოს ის გზა, რომელიც მას არჩეული ჰქონდა. თუ მთავრობა არ ღვევს ფუნდამენტურ ადამიანის უფლებებს და არ წარმართავს თავიანთ პოლიტიკას დემოკრატიული გზით, ისინი უნდა იყვნენ მზად, რომ უფრო დემოკრატიულად მოაზროვნე ქვეყნები, მაგალითად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ვერავის შეუძლია განაცხადოს, რომ დემოკრატიის გზაზეა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიდის, თუ გრძალავს ოპოზიციას. ჯანსაღი დემოკრატიული დისკუსია და თავისუფლება უნდა იყოს საფუძველი ყოველი ქვეყნისთვის, რომელსაც ჩვენს გვერდით სურს ევროპული გზის გავლა და ამ ძლიერი თანამეგობრობის სარგებლის მიღება. არ ვფიქრობ, რომ პარტიების აკრძალვა სწორი გზაა, ისევე როგორც პოლიტიკოსების პატიმრობაში ყოფნა. ეს არ შეესაბამა იმ ევროკავშირის ღირებულებებს, რომლებიც ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველოშიც. დიახ, როგორც იცით, ამ კონგრესში მონაწილეობას იღებენ ალდეში შემავალი ქართული პარტიების წევრები, ოპოზიციონერები ამბობენ, რომ რეზოლუცია, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღეს, აძლიერებს ოცნების იზოლაციას და კიდევ უფრო მყარს ხდის აქ დასავლეთში პოზიციას, რომ ივანიშვილის მთავრობა არალეგიტიმურია. ოცნების ოპონენტთა თქმით, რეზოლუცია არაერთ მნიშვნელოვან მოწოდებას აერთიანებს დემოკრატიული დასავლეთის მიმართ, მათ შორის ხალხის მხარდაჭერის გაძლიერების და გაზრდის მიმართულებით. ამ რეზოლუციაში მნიშვნელოვანი რაც არის, სხვა რეზოლუციებისგან განსხვავებით ის არის, რომ უკვე ევროკავშირი ფიქრობს ახალ მექანიზმზე, როგორ შეიძლება რომ უნგრეთის და სლოვაკეთის დაბლოკვის მიუხედავად მაინც მოხდეს სანქცირება ქართული ოცნების წარმომადგენლების და არა ქართული ხალხის. შესაბამისად, ამ რეზოლუციაშიც მთავარი აქცენტი ზუსტად იმაზეა გაკეთებული, რომ ქართული ხალხის ნაცვლად პირიქით ქართული ელიტა, ქართული ოცნების ელიტა უნდა დასანქცირდეს, ამიტომ მთავარი ნაწილი ზუსტად ამას ეძღვნება. რაც შეეხება ზოგადად ალდეს ლიბერალურ ოჯახის წევრ ქვეყნებს, ისინი ყოველთვის იყვნენ ქართული ხალხის გვერდით, აგრძელებენ მხარდაჭერას და მნიშვნელოვანია, რომ ასეთ პროცესებში, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, გაზრდილი რეპრესიებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვებით და ბევრად უფრო მეტი ადამიანის ციხეში გამოკეტვით, ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ ისინი მაინც გააგრძელებენ ქართული ხალხის მხარდაჭერას. პირველი საკითხი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, არის პარტიების
მოქმების საკითხი, რაც არის ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან ღიად დიქტატურის დაანონსება, როგორც ქართული ხალხისთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. მე მინდა ვთქვა, რომ ყველა რა თქმა უნდა ცალსახად გმობს იმას, რომ ქართული ოცნება აპირებს პარტიების აკრძალვას და ესალმება იმას, რომ ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ამის წინააღმდეგ, იმ ძალიან მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო სარჩელის დაინიცირებით, რომელიც შეიმუშავა ჩვენმა გუნდმა ძლიერ საქართველოში. მე ვსაუბრობ ძალიან ბევრ ადამიანთან ამ საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ და მინდა ვთქვა და შემიძლია ვთქვა, რომ ამ სარჩელს და მის შინაარსს აქვს ძალიან ფართო მხარდაჭერა ალდეს პოლიტიკურ წრეებში. ამ კენჭისყრის შემდეგ ალდეს წევრებმა მოისმინეს პოლიტიკური პატიმრების ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძის და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის აუდიო მიმართვები ციხიდან გზავნილები, რომ დასავლეთმა უნდა გააგრძელოს და გააძლიეროს ქართული ხალხის მხარდაჭერა და რეჟიმზე ზეწოლა.